გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯოა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეპიდემიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქალბატონი მაია კაშია. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია, რომ დღეს ძალიან აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ინფექციის პრევენცია და კონტროლი და მოდით ქალბატონო მაია დავიწყოთ საუბარი იმით თუ რას ნიშნავს ინფექციის პრევენცია და კონტროლი კლინიკურ გარემოში და რატომ არის იგი მნიშვნელოვანი. ინფექციის პრევენცია და კონტროლი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სამედიცინო დაწესებულებაში, რომლის კარგად ფუნქციონირება ძალიან დიდ მნიშვნელობას და გავლენას ახდენს როგორც პაციენტის უსაფრთხოებაზე, ასევე ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოებაზე, ვინც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებაში. სამედიცინო დაწესებულება მოგეხსენებათ, რომ ძალიან მაღალი რისკ ჯგუფს წარმოადგენს ინფექციების გავრცელების კუთხით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია, რომ რიგი ქმედებები იყოს ორგანიზებული, რომ არ მოხდეს და ხელი არ შეუწყოთ სხვადასხვა ინფექციების გავრცელებას, რაც საერთოდ ჯამში შეიძლება დიდი და არასწორი ზეგავლენა მოახდინოს როგორც პაციენტის უსაფრთხოებაზე, ასევე თავად სამედიცინო პერსონალზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც ავაცებე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებაში აუცილებელია, რომ ჩართული იყოს ყველა სამედიცინო თუ არასამედიცინო პერსონალი, რომელიც დასაქმებულია კლინიკაში, რადგან მათი ჩართულობა არის მეტად მნიშვნელოვანი, რომ საერთო ჯამში შევქმნათ უსაფრთხო გარემო როგორც პაციენტებისთვის, ასევე თავად სამედიცინო პერსონალისთვის. რა ტიპის ინფექციებია ყველაზე მეტად გავრცელებული სამედიცინო დაწესებულებებში და მაგალითად რაზე არის დამოკიდებული ნაზოკომური, ანუ სამედიცინო დაწესებულებაში გავრცელებული ინფექციების გავრცელება? კი ბატონო, როგორც უკვე აღნიშნე და განმეორდები, რომ კლინიკები წარმოადგენენ ძალიან მაღალ რისკ ჯგუფს და პაციენტები, რომლებიც უკვე მოთავსებულები არიან სტაციონარულ განყოფილებაში, მათთან ინფექციის გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ქმედებებით სამედიცინო პერსონალმა მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ინფექციების გავრცელებას. ინფექციის გავრცელებას ახლა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს პრობლემას. ეს არის მთელი მსოფლიო ჯანდაცვის ძალიან დიდი გამოწვევა და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი არის დაავადებული სხვადასხვა სახის ნოზოკომიური ინფექციებით და მათ შორის საკმაოდ მაღალია ლეტალობა. ეხლა რომ დავაჯგუფოთ თუ რა ინფექციებია ძირითადად გავრცელებული, ჩვენ სამედიცინო პერსონალი ძირითადად გამოვყოფთ 4 ჯგუფს. ეს არის კათეტერ ასოცირებული სისხლის ნაკადის ინფექციები, ეს არის კათეტერ ასოცირებული საშარდეგზების ინფექციები, ქირურგიული ჩარევის მიდამოს ინფექციები და პნევმონია. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფექცია შეიძლება გავრცელებული იყოს როგორც პაციენტებში და ეს რა თქმა უნდა წარმოადგენს და ნოზოკომიურ ინფექციებს, ასევე ინფექციები შეიძლება გავრცელდეს სამედიცინო პერსონალში. ამით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარეს იყოს მაღალი ცნობიერება ამ მიმართულების შესახებ, რომ საერთო ჯამში ხელი შეუწყოთ უსაფრთხოებას სამედიცინო დაწესებულებებში. ხელის ჰიგიენაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა სამედიცინო დაწესებულებებში? რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ერთი შეხედვით რომ ვთქვათ, მაგრამ აუცილებელი ეს არის ძალიან ფართო ცნება და ძალიან მნიშვნელოვანი ქმედება სამედიცინო დაწესებულებაში, ამიტომ მინდა უფრო დეტალურად აღწეროთ თუ რა არის რეალურად ხელის ჰიგიენა. ხელის ჰიგიენა ეს არის ტერმინი, რომელიც თავის არსში აერთიანებს როგორც ხელის დაბანას, ასევე ხელის ადეზინფექციო ხსნარის გამოყენებას. სამედიცინო დაწესებულებაში არსებობს სხვადასხვა პროცედურები, როგორც ვიცით და შესაბამისად ხელის ჰიგიენაც გადანაწილებულია პროცედურების მიხედვით. არსებობს რიგი პროცედურები, რომლის დროსაც აუცილებელია ხელის დაბანა და ასევე ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენება. ეს არის მაგალითად, როდესაც ვაკეთებთ სტერილურ, ანუ ასეპტიკურ პროცედურებს და მეორე, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვეხებით პაციენტს და არ ვაკეთებთ რაიმე პროცედურებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია უბრალოდ ხელის ადეზინფექციო ხსნარიც გამოვიყენოთ. რეალურად თუ როგორ უნდა მოხდეს ხელის ჰიგიენის ჩატარება, ამისთვის ძალიან კარგი წესები აქვს მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რაც მოქმედებს
მოქმედებს ყველა კლინიკაში განურჩევლად ქვეყნისა და ძალიან მოკლედ დავახასიათებ ხუთივეს. ეს არის პირველ რიგში ხელის ჰიგიენა საჭიროა პაციენტთან მისვლამდე. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელის ჰიგიენის ჩატარება მნიშვნელოვანია ასეპტიკური პროცედურების დაწყების წინ, ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შემდეგ, პაციენტთან შეხების შემდგომ და პაციენტის გარემოსთან შეხების შემდგომ. თუ სამედიცინო პერსონალი ზედმიწევნი და სწორად აი ზუსტად აი ამ წესების მიხედვით გაყვება ხელის ჰიგიენის ჩატარებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მინიმუმ 70-80%-ით შევუშლით ხელს სხვადასხვა ინფექციების გავრცელებას, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამედიცინო პერსონალის ხელები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე კარგი იარაღს ინფექციების გადაადგილებისთვის ერთი ადგილიდან მეორესთვის. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ძალიან იაფი, ძალიან მარტივი ქმედება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ როგორც პაციენტის და უზრუნველყოთ და გადავარჩინოთ როგორც პაციენტის სიცოცხლე, ასევე გადავარჩინოთ და უზრუნველყოთ ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობა. COVID-19-საც რომ შევეხოთ, შეცვალა თუ არა COVID-19-მა ინფექციების კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში? მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიამ ძალიან ცუდი და უარყოფითი გავლენა მოახდინა რეალურად საქართველოსაც და მსოფლიოზეც, საერთო ჯამში ახლა როდესაც პროცესები უკვე ჩავლილია და ამ გადმოსახედიდან ჩვენ შეგვიძლია ნამდვილად ვთქვათ, რომ მან ძალიან ბევრი და ისეთი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ზოგადად სამედიცინო სფეროზე და მე როგორც ეპიდემიოლოგი ვისაუბრებ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი შეასრულა და ინფექციის პრევენცია იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ხელს უწყობდა რეალურად COVID პანდემიის დროს ინფექციის გავრცელების შეჩერებას. ახლა რა გავლენა მოახდინა პირველ რიგში აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა ინფექციის პრევენციის და კონტროლის ღონისძიებები სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე ამაღლდა ცნობიერება ამ საკითხის მიმართ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც აქტიურად დღემდე შენარჩუნებულია, უნდა ვთქვათ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ყველა რგოლმა აქტიურად დაინახა თავისი როლი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენად დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ინფექციის გავრცელებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი იქნება სამედიცინო პერსონალი თუ არასამედიცინო პერსონალი. ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე რომ გადავიდეთ, რას ნიშნავს ანტიმიკრობული რეზისტენტობა ზოგადად და რამდენად დიდ, ასე ვთქვათ, პრობლემას წარმოადგენს იგი საქართველოში და ასევე, ასე ვთქვათ, რა როლი აკისრია კლინიკებს ანტიბიოტიკების სწორად დანიშვნაში? ნამდვილად კარგი კითხვაა და ნამდვილად რთული თემა არის. ანტიბიოტიკო რეზისტენტობა წარმოადგენს არათუ მხოლოდ საქართველოს პრობლემას, არამედ ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ძალიან დიდი გამოწვევა, ძალიან დიდი საფრთხე, ესე რომ ვთქვათ. აი ესეთი ეპითეტით შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს არის ომი ადამიანებსა და მიკრობებს შორის, ოღონდ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ართულებს საქმეს ის, რომ მიკრობები არის თვალით უხილავი და ადამიანს კიდევ უფრო უჭირს მასთან ბრძოლა. ანტიბიოტიკო რეზისტენტობაზე რამოდენიმე სიტყვით ავხსნი ჩვენი მსმენელისთვის უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, როდესაც ადამიანები არარაციონალურად და არამიზნობრივად იღებენ ანტიბიოტიკებს, ეს ხელს უწყობს, რომ მიკრობები შეეჩვიონ ამ ანტიბიოტიკებს და მათ მიმართ განუვითარდეთ რეზისტენტობა. რაც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმას, რომ კონკრეტული ნოზოლოგიების დროს შეიძლება ანტიბიოტიკი აღარ მოქმედებდეს, აღარ იყოს ეფექტური, ან საერთოდ არ იყოს ეფექტური, ან იყოს ნაკლებად ეფექტური. ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მათგანი წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ადამიანებისთვის. რეალურად არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ რამოდენიმე ათეული ძალიან საშიში მიკრობი არსებობს უკვე, რომლებსაც თითქმის ყველა ანტიბიოტიკის მიმართ გააჩნიათ რეზისტენტობა, რაც ძალიან შემაშფოთებელია სამედიცინო სფეროსთვის და სამედიცინო პერსონალისთვის. ეხლა რა არის სრულად რომ არ შევაშინოთ და ესეთი გამოსავალიც რომ მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს, გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა რეალურად ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის ჩვენ ძალიან მცირე დრო გვაქვს დარჩენილი. პრევენციული ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ქმედებებს. პირველ რიგში ეს არის, რომ არ უნდა მივიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად, უნდა მივყვეთ ექიმის დანიშნულებას. ამას ვამბობ, იმიტომ რომ არის რიგი შემთხვევები, როდესაც ექიმის დანიშნულებას უფრო ადრე წყვეტს პაციენტი, ეს კიდევ ხელს უწყობს ანტიმიკრობების კიდევ უფრო გაძლიერებას და კიდევ უფრო მეტად რეზისტენტობას
რეზისტენტობის ჩამოყალიბებას. და ასევე ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მწვავედ დგას ჩვენთან საქართველოში, არის რომ არასწორად ხდება ანტიბიოტიკების მიღება. ამაში ვგულისხმობ, რომ ძალიან ხშირად ადამიანები ანტიბიოტიკებს იღებენ მაშინ, როდესაც ამის საჭიროება აბსოლუტურად არ არის. მაგალითად, ვირუსების შემთხვევაში. ვირუსული ინფექციების დროს ჩვენ ვიცით, რომ კატეგორიულად დაუშვებელია ანტიბიოტიკების მიღება, რადგან ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე. ძალიან მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს. ხოლო ვირუსული ინფექციების დროს ანტიბიოტიკების მიღება როგორ ერთის მხრივ უწყობს ხელს ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარებას, მეორე მხრივ პაციენტის მდგომარეობა შეიძლება ბევრად უფრო გაართულოს, ვიდრე ეს იყო საწყის ეტაპზე. ეხლა კლინიკების როლზეც მინდა რამოდენიმე სიტყვით რა თქმა უნდა რომ ვთქვა, როგორც კლინიკების, ასევე სამედიცინო პერსონალს ძალიან დიდი როლი აქვს ანტიბიოტიკების სწორად დანიშვნაში. ერთი, თვითთავად სამედიცინო პერსონალმა ანტიბიოტიკები უნდა დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არის და მეორე მნიშვნელოვანი, რასაც აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ადამიანი, ვისაც აქვს სამედიცინო განათლება და ჩართულია სამედიცინო მომსახურებაში, აუცილებლად უნდა ეწეოდეს პაციენტის განათლებას და ცნობიერების ამაღლებას ანტიბიოტიკორეზისტენტობისადმი, რადგან რეალურად, როგორც თავშევე აღვნიშნე, ძალიან მცირე დროა იმისთვის და რამოდენიმე ათწლეულში შეიძლება აღმოჩნდეს ისე რომ ანტიბიოტიკები არ შველოდეს არცეთ ნოზოლოგიას, რაც რეალურად ძალიან დიდი დარტყმა და დიდი პრობლემა იქნება სამედიცინო სფეროსთვის. ნამდვილად. პაციენტების როლზეც რომ ვისაუბროთ, პაციენტებს რა როლი აქვთ ინფექციის პრევენციას და კონტროლის მიმართულებით და ასე ვთქვათ, ზოგადად ასევე მათ როლზეც ჩანდაცვაში რომ ვისაუბროთ. აი, წინა კითხვის გაგრძელებას გავაკეთებ და უდიდესი როლი აქვს, რა თქმა უნდა, ამაზე ვთანხმდებით, თუმცა ხშირად არის ხოლმე, რომ პაციენტი ვერ იაზრებს თავის მნიშვნელოვან როლს სამედიცინო სფეროში. დღეს უკვე თანამედროვე ჯანდაცვაში პაციენტი არ წარმოადგენს მხოლოდ მკურნალობის ობიექტს, პირიქით, პაციენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მონაწილეს ამ თავის პროცესებში და თავისი დაავადების მართვაში. დღეს თანამედროვე ჯანდაცვაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დიდი ხანია შევთანხმდით იმაზე, რომ პაციენტის ჩართულობა ერთიორად აუმჯობესებს მის მდგომარეობას და ხელს უწყობს მის დროულ გამოჯამრთელებას ან ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში სწორად და რაციონალურად დაავადების მართვას. ეხლა ინფექციის კონტროლის კუთხით წავიყვან ცოტა უფრო საქმეს, ამ შემთხვევაშიც უდიდესი როლი აქვს, რა თქმა უნდა, პაციენტს და ეს არის მიმართულება, რომელიც შესახებაც შეიძლება პაციენტმა არ იცოდეს, სანამ სტაციონარში, ანუ კლინიკაში არ მოვა, ან სტაციონარულად, ან ამბულატორიულად. ამ შემთხვევაში პაციენტის განათლებაში უდიდესი როლი აქვს თავად სამედიცინო პერსონალს, როგორც ექიმს, ასევე ექთანს, ასევე სანიტარს, რომ დაეხმარონ მათ რეალურად მიხვდნენ თუ რა არის ინფექციის კონტროლი, რა ქმედებები ჩაატაროს, რაც უნდა მიაქციოს ყურადღება და როდესაც მოხდება სწორი კომუნიკაცია და პაციენტისთვის განათლების ხელშეწყობა, ეს რა თქმა უნდა ძალიან დადებით და კარგ გავლენას მოახდენს როგორც თავად პაციენტზე, ასევე პაციენტის ოჯახის წევრებზე და ასევე სამედიცინო პერსონალზე და თავად კლინიკაზე, რა თქმა უნდა. სამედიცინო ნარჩენების როლზე რომ ვისაუბროთ, რა როლი აქვს, ასე ვთქვათ, სამედიცინო ნარჩენებს ინფექციის პრევენციაში? სამედიცინო ნარჩენები არის ამოუწურავი თემა რეალურად რო ვთქვა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი არის ინფექციის პრევენციასა და კონტროლში, როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებების გარეთ. ზოგადად ნარჩენების მართვა დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის გარემოს მედიცინისთვის და საბედნიერო ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლება ამ საკითხისადმი. მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამედიცინო ნარჩენების მართვა და განადგურების ესეთი ჯაჭვი საკმაოდ კარგად არის საწყობილი. რატომ ვანიჭებთ ასეთ დიდ მნიშვნელობას სამედიცინო ნარჩენებს? სამ მიზეზს დავასახელებ. პირველი, სამედიცინო ნარჩენების მართვა აუცილებელია, რომ პაციენტის უსაფრთხოება დავიცვათ. მეორე, აუცილებელი, რომ თავად სამედიცინო პერსონალის და ნარჩენების უტილიზაციაში ჩართული პერსონალის ჯანმრთელობა დავიცვათ და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც დიდი როლი ყურადღება უნდა მივანიჭოთ, ეს არის, რომ არ მოხდეს გარემოს დაბინძურება, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემა არის დამეთანხმები დღევანდელ დროში. სამედიცინო ნარჩენებს რაც შეეხება, უპირველესი პრევენციული ღონისძიება რაც არის, ეს არის, რომ ნარჩენების წარმოქმნისთანავე მოხდეს მისი სწორი სეგრეგაცია, ანუ სწორად გადანაწილება. ვინც სამედიცინო
სამედიცინო დაწესებულებაში ერთხელ მაინც მოხვედრილა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად შეამჩნევდა, რომ არსებობს სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა ფერის კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება ბასრი ნარჩენებისთვის, მაგალითად, ქიმიური ნარჩენებისთვის, ფარმაცევტული ნარჩენებისთვის, ინფექციური ნარჩენებისთვის, ყველა მათგანის გადანაწილება ხდება ცალ-ცალკე და შემდგომ, რა თქმა უნდა, უტილიზაციაც ხდება ცალ-ცალკე, რომ აი ეს მნიშვნელოვანი რგოლი, რაშიც ჩართულია თავად პაციენტი, სამედიცინო პერსონალი და გარემო, დაცული იყოს და არც ერთი რგოლის მოვარდნა არ მოხდეს. ასე რომ ნარჩენების მართვას მე დიდი იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა როგორც კლინიკებში, ასევე კლინიკების გარეთ, რადგან საერთო ჯამში ნარჩენების უტილიზაცია წარმოადგენს გადამწყვეტ მნიშვნელობას როგორც ჯანდაცვისთვის, ასევე გარემოს მედიცინისთვის. თქვენ უკვე ახსენეთ სამედიცინო, ასე ვთქვათ, პერსონალის პროფესიული ჯანმრთელობა. ამაზე რომ ვისაუბროთ, რა როლი აქვს მათ ინფექციის პრევენციაში? პერსონალის ჯანმრთელობა, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი კუთხით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმისთვის, რომ თავად მან უნდა მიაწოდოს სწორი სამედიცინო მომსახურება პაციენტს, ამიტომ ის თავად უნდა გრძნობდეს თავს კომფორტულად და ჯანმრთელად. სამედიცინო დაწესებულებას ძალიან დიდი როლი და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები აკისრია თავის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალისადმი. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, კიდევ განმეორდები, რომ კლინიკა ძალიან მაღალი რისკის ზონას არის, სადაც ძალიან დიდი შანსია სხვადასხვა ინფექციების მარტივად გავრცელება, მათ შორის როგორც ჰაერწვეთოვანი, ანუ მაგალითად ისეთი ინფექციები, რომლებიც შეიძლება საუბრის დროს გადავიდეს აქტიურად ჰაერისა და წვეთების დახმარებით. ასევე სამედიცინო პერსონალი დგას ისეთი დაავადებების რისკ ქვეშ, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ სისხლით გადამდები დაავადებები. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, შიცი, HIV ინფექცია, სიფილისი და ასე შემდგომ. ამიტომ პერსონალის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ცოტა უფრო შორს მინდა რომ წავიდე და აღვნიშნე, რომ პერსონალის ჯანმრთელობამდე აუცილებლად მათ უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვან თავის სამედიცინო პროცედურების დროს. სამედიცინო პროცედურების დროს, ანუ იატროგენულ შემთხვევებს უწოდებთ ამას სამედიცინო პერსონალი, ძალიან ხშირად ხდება პერსონალის დაზიანება, რაც შეიძლება იყოს ხელის დაზიანება, ნემსის შერჭობა, თვითონ ბიოლოგიური სითხეების გაშხებება, სადეზინფექციო ხსნარების მაგალითად მოხვედრა თვალში ან სხვა ლორწოვან გარსზე. ყველა მათგანი წარმოადგენს ძალიან დიდ რისკს სამედიცინო პერსონალისთვის და ამ შემთხვევაში არის ძალიან სწორად და დეტალურად გათვლილი ის ქმედებები, რაც უნდა მოიმოქმედოს სამედიცინო პერსონალმა ეპიდემიოლოგთან და ინფექციის კონტროლის მენეჯერთან ერთად. რომ არ მოვახდინოთ და ხელი შეუწყოთ აი ესეთი რთული დაავადებების გავრცელებას, რომელთანაც ბრძოლა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. გარდა ამისა, კლინიკას აქვს ვალდებულება, რომ თავის პერსონალს მუდმივად გაუწიოს ჯანმრთელობაზე მენტორობა და მეთვალყურეობა. სწორედ ამისთვის კლინიკებში აუცილებელი და მანდატორულად ტარდება მაგალითად B და C ჰეპატიტების სკრინინგი 6 თვეში ერთხელ, ასევე ვაქცინაცია, რაც ხელს უწყობს რეალურად, რომ არ მოხდეს ინფექციების გავრცელება პერსონალში, თვითონ თავად პერსონალმა იგრძნოს თავი ჯანმრთელად და შემდგომ უკვე ეს ყველაფერი ვიზია ხდეს გავლენას თუ არა პაციენტზე და რეალურად ორიენტირებული ვართ ყველა იმისთვის, რომ პაციენტს მივაწოდოთ მასზე ორიენტირებული მზრუნველობა, შევუქმნათ უსაფრთხო გარემო და მიიღოს მისთვის განკუთვნილი შესაბამისი სერვისები. ნამდვილად. რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის მუდმივი განათლება ეპიდემიოლოგიური მიმართულებით? ზოგადად სამედიცინო პერსონალის არსებობს ძალიან ისეთი კარგი გამოთქმა, რომ სამედიცინო სფეროში სწავლა არასდროს არ მთავრდება, ეს რეალურად ნამდვილად ესია და სიმართლეს შეესაბამება. რაც არ უნდა დრო გავიდეს სამედიცინო პერსონალისთვის, მხოლოდ პრაქტიკა არ არის საკმარისი და ამას სჭირდება მუდმივად თეორიული გადამზადება და სწორედ ამას ვუწოდებთ ჩვენ უწყვეტი სამედიცინო განათლება, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ყველა სამედიცინო რგოლი, ეს იქნება ექიმი, ექთანი, სანიტარი თუ მათ შორის ადმინისტრაციული რგოლი, ანუ ყველა ის ადამიანი, ვინც დასაქმებულია სამედიცინო დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, სასწავლი თემები და ესეთი სატრენინგო თემები განსხვავდება რგოლების მიხედვით, თუმცა არსებობს მაგალითად ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ისეთი თემები, რომლებიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ უკვე ეს არის ინფექციების გავრცელების პრევენცია, სამედიცინო ნარჩენების მართვა, ხელის ჰიგიენა და მუდმივად
მათ ტრენინგები რეალურად ერთიურად ამაღლებს სამედიცინო პერსონალის мотивაციას, ხელს უწყობს მათ ცნობიერების ამაღლებას და რუტინული ტრენინგები ხელს უწყობს, რომ იმდენად პრაქტიკაში ყოველდღიურ საქმიანობაში გადმოიტანონ ყველა ის ქმედება, რაც რეალურად მათი ჯანმრთელობისთვის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ტრენინგების და მუდმივი ისეთი უწყვეტი სამედიცინო განათლების მნიშვნელობა აქტიურად დადგა COVID-19-ის დროს, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ისეთ თემებზე მუდმივი საუბარი, როგორიც არის ხელის დაბანა, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, კონტაქტური იზოლაციური წესების დაცვა. ეს იყო თემები, რომლებიც თითქოს და მიძინებული იყო COVID პანდემიამდე და COVID-მა დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ესეთი ნათელ პერიოდში ამ თემებზე მუდმივად საუბარი, რომ რეალურად მივიღოთ ერთი შედეგი. სამედიცინო პერსონალმა ეს ყველაფერი თავის ცოდნა გადმოიტანოს თავის რუტინულ საქმიანობაში. როგორ ფიქრობთ, რა მთავარი გამოწვევები გვაქვს დღეს ამ მიმართულებით? სამწუხაროდ ძალიან ბევრი გამოწვევა არის ზოგადად ჯანდაცვის მიმართულებით და რადგან ჩვენ ძირითადად დღეს ვისაუბრეთ ინფექციის პრევენციაზე და სამედიცინო დაწესებულებებზე, აი ამ მიმართულებით რამოდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას დავასახელებ, რომლებიც ვფიქრობ, რომ რეალურად შესაძლებელია მათი აღმოფხვრა, უბრალოდ ამას სჭირდება ძალიან ისეთი ორგანიზებული მუშაობა და დიდი სურვილი, როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე პაციენტების. პირველ რიგში აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ეს არის პაციენტის განათლების პოპულარიზაცია. პაციენტის განათლებაში, რა თქმა უნდა, გულისხმობ, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს ის მინიმალური ცოდნა სამედიცინო სფეროში, რაც მათ დაეხმარება თავიანთი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, ან თუ განვითარებულია დაავადება თავისი დაავადების მართვაში. ძალიან მნიშვნელოვანია პოპულარიზაცია გაუწიოთ პრევენციულ მედიცინას, რადგან საქართველოში აქტიურად არ არის დანერგილი, მაგალითად აქტიურად არ მიმართავენ სკრინინგს, ვაქცინებს და იმ ყველა მნიშვნელოვან ქმედებას, რომლებიც შესაძლებელია. ამიტომ პოპულარიზაცია უნდა გავუწიოთ, ცნობიერება უნდა ავამაღლოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებას და თუ რამდენად დადებითი გავლენა შეუძლია მან მოახდინოს სამედიცინო სფეროზე. ასევე გამოწვევებში არ შემიძლია არ დავასახელო ანტიბიოტიკორეზისტენტობა, რომელიც ნამდვილად მწვავე პრობლემა არის და ყველა სამედიცინო ექიმისთვის და ყველა ჯანდაცვის წარმომადგენლისთვის ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს და ასევე მინდა აღნიშნო აუცილებლად ვაქცინებისადმი დაბალი უნდობლობის გაჩენა ბოლო პერიოდში, რაც ნამდვილად დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან გვაქვს უკვე შემთხვევები, აი მაგალითად ძალიან მომატებულია ჩუტყვავილას, წითელას და სხვა ვირუსული ინფექციების რიცხვი და ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ COVID-ის შემდგომ სამწუხაროდ მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია ვაქცინებისადმი ნდობა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თუ ვაქცინაციის რიცხვი არ იქნება ძალიან მაღალი და ჩვენ არ მივაღწევთ ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ იმუნიტეტს, ეს დამატებით პრობლემებს შექმნის და დამატებით ხელს შეუწყობს ისეთი ინფექციების გავრცელებას, რომლებიც ძალიან მარტივად ვრცელდებიან, მაგალითად ყბაყურა, მყივანახველა, ჩუტყვავილა და ასე შემდეგ. და ბოლოს ასე თქვა შეჯამების სახით, რას ეტყოდით საზოგადოებას, რატომ უნდა აინტერესებდეთ მათ კლინიკებში ინფექციის კონტროლის თემა? პირველ რიგში ვეტყოდი ჩვენ მსმენელებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოცულობითი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ სხვადასხვა თემას, დაწყებული ხელის ჰიგიენიდან დამთავრებული კლინიკის დასუფთავება, დეზინფექცია, მათ შორის სტერილიზაცია, დეზინფექცია, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს პაციენტის უსაფრთხოებაში. მათი ცოდნა რეალურად და მათი ცნობიერების ამაღლება ამ საკითხში, ესე ვთქვათ, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, რომ სამედიცინო პერსონალი მეტად ორგანიზებული იყოს, მეტად უფრო ჩართული იყოს ინფექციის პრევენციის და კონტროლში და ეს გამოვა, ესე ვთქვათ, ორივე მხარის გადამოწმება, როდესაც პაციენტი რაც უფრო განათლებულია და რაც უფრო მეტად იცის კონკრეტული თემის ირგვლივ ინფორმაცია, ეს მეტად უფრო სასიამოვნოა ექიმისთვის და ხელს უწყობს, რომ უფრო ჯანსაღი და უფრო კარგი კომუნიკაცია შედგეს პაციენტსა და ექიმს შორის. რაც შეეხება ინფექციის პრევენციასა და
კონტროლს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა პაციენტი, რომელიც მოდის სამედიცინო დაწესებულებაში, უკვე ძალიან დიდ რისკის ქვეშ იმყოფება თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ აუცილებელია ხელი შეუწყოთ, რომ მას დამატებით პრობლემები არ განუვითარდეს. ამაში დიდ როლს თამაშობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი და თავად პაციენტი, რადგან პაციენტი შეიძლება წარმოადგენდეს ინფექციის წყაროს ან ექიმისთვის, ან სხვა პაციენტისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერ ყვეოდეთ ისეთ საკითხებში, როგორიც არის პირადი ჰიგიენა, ხელის ჰიგიენა, ხველის ეტიკეტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ხელს უწყობს როგორც პაციენტის, ასევე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას. დიდი მადლობა ქალბატონო მაია, ასეთი საინტერესო დიალოგისთვის და მადლობა რომ ხაზი გაუსვით იმ თემებს, რაც დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით. ეს თემა რეალურად არის თემა, რომელიც აქტიურად არ ჩანს ხოლმე, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. ამიტომ მე ვფიქრობ, აუცილებელია ამ საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება, რომ საერთო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რაც ყველა ჯანდაცვის წარმომადგენელს სურს. ეს არის პაციენტის ჯანმრთელობა და ჯანსაღი ჯანმრთელი ჯანდაცვის სისტემა საქართველოში. ნამდვილად დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები. ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები. დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.